მოგესალმებით ქუთაისიდან. ყოველსათვის ნაცნობი ადგილი იქნება ეს დარწმუნებული ვარ და ბევრი საუბარი დაახსნა, არ ჭირდება რომ ქუთაისი ულამაზესი ქალაქია. ჩვენ ახლა ჩამოვედით ტურნირთან დაკავშირებით. თიკა ქუთაისელია და რაღაც განსხვავებულ ადგილებს გვაჩვენებს, იმედია. ვისაც ეს ადგილი არ გეცნობა, შეცდომა გაქვთ დაშვებული, იმიტომ რომ მინიმუმ კინოფილმიდან მაინც უნდა იცოდეთ. გაფრინდი! ქუთაისში გავატარებთ 3 დღეს და ჩვენთან ერთად წამოხვალთ და გადავიღებთ პატარა ვლოგს თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ ქალაქში და რა ადგილების მონახულება. მოდით ახლა თეთრხიდან გადავინაცვლოთ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ქუთაისში, იმიტომ რომ აქ რომ გაივლით საოცარი სურნელია და აქ არის უგემრიელესი პუბლიკები და გამოვყევით ახლა უეჭველი უნდა ვიყიდო აქედან ისი არ წავალ. რა მოიტანე გახარებული. პუბლიკებით სამცხელი. ხო. ის ნიშნავს პუბლიკი ჩოგურთან მიმართებაში. ჩოგბურჩი რომ ეს ნიშნავს? სლენგურად ნიშნავს ნოლებზე წაგებას. 6-0, 6-0. მართლა, ანუ დასერიოზული სამწუხაროა. ხან გემრიელი. ხო. ან კორტებზე მიხვალთ, გიშევთ რომ ისტორიული ბიგეტია საქაბებში დაიბუსოთ. ტურნირის მოსაგებად რა თქმა უნდა, თორე რა სხვა რა მიზეზი უნდა იყოს. Vašli garčani da vismi streba misija, Vincam gogos kacilec, gogos gulit misija, Es foreva asijari, es foreva isija, Vincam gogos kacilec, gogos gulit misija, Es padili visijari, visijari, Es kamanča visija, visija, Es kočevi visijari, Es kočevi visija, Es kočevi visijari, Es kočevi visija. აქ ეს ცენტრალური ფონტანი ამშვენებს მესკი შვილის თეატრს. ამასობაში თან წავედით. ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა ვეძებეთ. შევთქვით აღმოაჩინეთ ეს უსაყვარლესი ადგილი და ერთად დავათვალიეროთ, იმიტომ რომ ფოტოებში ხო საოცრება იყო, მაგრამ რეალურად აი თქვენ თუ შეფასეთ. ანუ პირველი უსაყვარლესი დეტალი და აი ესე შევდივართ, გამოვყევით. აი აქ ხვალდილის მიუძღვე ძალიან გემრიელ ყავას და დამტკბები ამ სილამაზით. ეხლა გადავინაცვლოთ საწოლი ვნახოთ. აი ნუ უსაყვარლესი და ულამაზესი ფერები, აი გიშტები. აქ ესეთი სარკე. და მეორე საწოლიც გვაქვს სხვათა შორის, აი ძალიან კომფორტულია და ეს კუთხე ჩემი ფავორიტია, ულამაზესია. ახლა შევდივართ ძალიან კარგ ადგილას, მაის სეზონში, ქუთაისის ცენტრში, დიდებულ რესტორანში. რა ხდება თიკა აქ, რა უნდა, რას ველოდებით, რა მოლოდინები გვაქვს? შეუძლებელია ქუთაისის ტურო, ჩემი აზრით და ესეთი ლამაზი ადგილები არ აღმოაჩინო. მაის სეზონი უკვე მეორე წელია დაახლოებით, რაც არსებობს და ძალიან ლამაზი, ორიგინალური და გამორჩეული დიზაინით არის ცნობილი. ჩვენ არაერთხელ ვიყავით და ძალიან მოგწონს კერძების და ესე შემდეგ გემრიელი. არ ვარ. არა ვითარში ხოლაში. მაგის გადასამწუხაროდ აუცილებელია რომ მოგვიდეთ თქვენ თქვენ შეაფასოთ და შემდეგ ამ ვიდეოს კომენტარზე დაგეწეროთ თუ რაიმე საწინააღმდეგო სიფიქრე. თუმცა რავი, დამერწმუნეთ რომ ჩემზე დიდი კრიტიკოსი იშვიათად საპოვნელი არის და მართლა გემრიელია, რავი. ბევრი რაღაც მინიმუმ გემრიელი, რაც გამისიჭავს აბსოლუტურად ყველაფერი გემრიელია. ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს და დააკმაყოფილა ამ ფილმმა ესე რომ მოდით ვენდოთ. ეხლა გადავინაცვლოთ და ძალიან საინტერესო ისტორიას მოგყვებიან თუ როგორ შეიქმნა ეს ულამაზესი მაისის სეზონი. ჩემი ფიქრი, ჩემი დარდი, შენი ყავი ერთადერთო, როცა გულში მაისიდა, სიყვარულის ცეცხლი გვენთო, რა ყოფილა სიჯაბუკე, ჩემო კარგო ხვდები უკვე, ესლებია სიყვარულისა. მოგესალმები აკაკი, რომ მოგვიყვე რა არის მაისის სეზონის შექმნის ისტორია. თიკა მოგესალმები, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მაის სეზონის კონცეფცია ცოტათი განსხვავებული არის. ეხლა ჩვენ ვუყურებით, შექმნილი არის 2024 წლის აგვისტოში. ჩვენი სივრცე არის დაყოფილი 3 ეტაპად. 3 სივრცე გვაქვს, მაგრამ ეხლა ყველაზე მთავარი რომელიც არის ჩვენი ეზო, რომელიც არის გამწონებული 7 და სულად რასაც ხედავთ ჩვენ სივრცეში, ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე გარდაქმნილი. გარდა ჩვენი გამწონებული ეზოსა, ასევე გვაქვს შიდა სივრცე, რომელიც არის განსხვავებული და აუთენტური. ჩემო კარგო ხვდები უკვე, ესლებია სიყვარულისა.
შენ